სანამ შენ ცდილობ გაარკვიო ChatGPT რა არის, სამყარო ბევრად წინ არის უკვე წასული და ეხლა მინდა მოგიყვე AI აგენტების შესახებ. და ცოტა AI მოდელზეც ვისაუბროთ, რომ განსხვავებას ხვდებოდე და არ იყოს შენთვის ერთი და იგივე ან ორივე გაუგებარი. AI მოდელი ეს არის იგივე ტვინი, რომელსაც აქვს უამრავი მონაცემი და თუ არ შეეკითხები, მანამდე რომ არ გპასუხობდეს. თუ მიმართვა სწორად ვიცით, რაც უფრო სწორად მიმართავთ, უფრო დახვეწილ პასუხსაც ღებულობთ, ანუ უფრო კარგად ვაგებინებთ რა გვინდა და შედეგად ის პასუხს გვიბრუნებს. მაგრამ AI აგენტი რაღა არის მაშინ? AI აგენტი უფრო საინტერესო რაღაც არის. უფრო ძლიერი არა, მაგრამ უფრო საინტერესო. AI აგენტი არის ჩვენს მიერ შექმნილი ხელები. წინასწარი რაღაც ქმედებების რუტინით ან ინსტრუქციებით. მაგალითად, მაქვს რაღაც ყოველდღიური ამოცანა შესასრულებელი, რომ ყოველ დღე უნდა, არ ვიცი, რაღაც დავპოსტო რამე თემაზე. შეგვიძლია გავაკეთოთ AI აგენტი, რომელიც გამოიყენებს, თქვათ, OpenAI-ის მოდელს. ეს AI აგენტი როგორ მუშაობს? ვეუბნებით, რომ დათრიგერდი ყოველ დღე, მაგალითად, დიდის 8 საათზე. დათრიგერდება და იწყებს დავალების შესრულებას. დავალება არის ასეთი, რომ მოიკვლიე აი ამა და ამ თემაზე რაღაც უახლესი ამბები. ამას გააკეთებს უკვე AI მოდელის დახმარებით, ხო? ანუ იმას კითხავს, ის ფლობს მონაცემებს და ეტყვის, რომ აი ამ ამბებზე რა არის ახალი. ის დაუბრუნებს პასუხს. შედეგად აქვს პასუხი. მაგრამ AI აგენტს ამავდროულად შეიძლება ქონდეს ინსტრუქცია გაწერილი, რომ როდესაც ამ პასუხს მიიღებ, მოიქეცი ასე, გამოფილტრე ასე, შინაარსი გამოიტანე ისე, რაღაცები გააკეთე მოკლედ. ხო? შეიძლება ესეც AI მოდელის დახმარებით გააკეთოს, მაგრამ ნუ აგენტს მივაწეროთ ეგ ამბავი. ხო, და ამას როდესაც გააკეთებს, ისიც თავის მხრივ მიიღებს კიდევ ერთ შედეგს, ანუ გადამუშავებულ შედეგს, ასე ვთქვათ. ეს გადამუშავება აუცილებელი პირობა არ არის, მაგრამ ვთქვათ გადამუშავა და შეიძლება ეს გადამუშავებაც რაღაც წინასწარი მონაცემთა ბაზაზე ან ინსტრუქციებზე დაყრდნობით იყოს. შედეგად მივიღეთ საბოლოო შედეგი, მაგრამ რაღაც ხო უნდა უყოთ ამას. ანუ გამოდის, რომ AI აგენტს შეუძლია ავტომატურად დათრიგერდეს, ეს ყველაფერი ავტომატურად გააკეთოს და კიდე რაღაც მოიმოქმედოს, მაგალითად მეილზე გამოგიგზავნოს, ან ვიღაცას გაუგზავნოს, ან სადღაც დაპოსტოს, ან რამე მესენჯერში მოგწეროს. ხო, ანუ ეს ყველაფერი შეუძლია მას. ესე იგი, რო შევაჯამოთ ახლა. რო შევაჯამოთ, რას ვღებულობთ, რომ AI აგენტი ეს არის ასისტენტი, ცალკე მდგომი, რაღაც პიროვნება ხომ აღარ ნათქვამია, მაგრამ რაღაც არსება, რომელსაც ვეუბნებით, რომ შენ მოიქეცი ასე ამ რუტინით და თან დაუღალავი არის რა ამ ყველაფერში. და აკეთებს ამ საქმეს და კლასიკური ავტომატიზებისგან იმისგან განსხვავდება, რომ ეს მოდელს იყენებს. ანუ AI მოდელი რო არ ქონდეს აგენტს, გამოდება ჩვეულებრივი ავტომატიზება. რაღაც ერთი და იგივე მათემატიკურ ქმედებას რო ასრულებს, აი ესეთი ტიპი გამოვიდოდა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მას მოდელის გამოყენება შეუძლია, ის უკვე რაღაც უბრალო ავტომატიზება არ გამოდის. ის მართლაც რო აგენტი გამოდის, რომელსაც შეუძლია ჩვენი რუტინული პროცესების ჩანაცვლება და ჩვენი ძვირფასი დროის გამონთავისუფლება. თუ შენთვისაც საინტერესოა მსგავსი თემები, ამაზე ბევრს ვსაუბრობ ჩემ არხებში, ბლოგებში და გამოვყევი და კომენტარებში არ დაგავიწყდეს დაწერე რა თემის განხილვა იქნებოდა შენთვის საინტერესო. რა თქმა უნდა, no-code-ის და AI-ის ირგვლივ. ჩემი მიზანი არის, რომ დაგეხმარო, რომ შენ გამოიმუშავო ისეთი უნარები, no-code skills-ეთი, ასე ვეძახი მას, რომელიც უფრო კონკურენტუნარიანს გახდის შენს პოზიციაზე და მომავალში რაც ცვლილებებიც გარდაუვალი არის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, დაგეხმარება, რომ უფრო მეტად ადაპტირდე ამ პროცესში და უფრო მეტად მოთხოვნადი კადრი იყო